მელიქიშვილი და მარიამ ყიფიანი რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი გადაწყვეტილება მორქალ აქტივისტთან დაკავშირებით. ორივე მათგანი გაუშვეს იზოლატორში ორ-ორი დღით. ერთის შემთხვევაში გადაწყვეტილება მოსამართლე მაკარიძემ, ხოლო მეორეს შემთხვევაში ცაცუამ გამოაცხადა. მათ დეკემბერში ტროტუარზე დგომას და მშვიდობიან პროტესტს ედავებიან. ჩვენ მოვისმინეთ მათი კომენტარები პროცესის დაწყებამდე. ერთ-ერთი მათგანი, მათ შორის მარიამ მელიქიშვილი, აიყვანეს და გადაიყვანეს იზოლატორში უშუალოდ სასამართლოს დარბაზიდან. მანამდე მას ჰქონდა მოლოდინი, რომ სწორედ ასე მოხდებოდა. ფიქრობს, რომ ქართული ოცნების პირობებში ნებისმიერი გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უკანონო. ასევე დაუსვით კითხვა, თუ კი იქნებოდა გადაწყვეტილება მაგალითად სიტყვის შენიშვნასთან და გაფრთხილებასთან მიმართებით, როგორ შეხვდებოდა ამ პოზიციას, ისიც და სხვა აქტივისტებიც ამბობენ, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. გაუშვებენ მათ ადმინისტრაციული წესით პატიმრობაში, თუ მისცემენ სიტყვიერ შენიშვნას, ეს ყველაფერი არის მაინც ერთ სიფრთხეზე დაყენებული მათი მხრიდან, რადგან ფიქრობენ, რომ საერთოდ არ უნდა უწევდეთ სასამართლოში მოსვლა ამ საქმეების გამო. ყოველი მათგანი მუდმივად აპელირებს და აქცენტირებს იმ დეტალსა და ფაქტზე, რომ გამოხატვის ფორმა არის აბსოლუტურად დემოკრატიული ყოველი მათგანის და ქართული ოცნება ამის გამო მშვიდობიან დემონსტრანტებს არ უნდა სჯიდეს. 29 დეკემბრიდან მოყოლებული, თითქმის 3 თვე არის, რაც მიმდინარეობს უკვე ჩემი პროცესი, ტროტუარზე პროტესტის გამო მასამართლებენ. მოლოდინი არის პატიმრობა, უკვე რადგანაც ქალი აქტივისტებიც გაუშვეს პატიმრობაში და იზოლატორში, მეც მოხს იმის მოლოდინი, რომ ჩემი განაჩენით დღეს იქნება პატიმრობა, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ იქნება იმის საბაბი, რომ გავჩერდე, გადავიფიქრო პროტესტი, ან შემეშინდეს, ასე რომ ველოდები განაჩენს. ჩემს მეგობარს მარიამ ყიფიანს შეუფარდეს ორდღიანი პატიმრობა ტროტუარზე დგომის გამო. აბსურდული მიზეზის გამო, მით უმეტეს არც კანონდარღვევა არ ქონია მარიამს მანამდე არანაირი და აქციაზეც კიბესთან იდგა, არანაირად არ უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში ხელს. სირცხვილია, სამარცხვინოები არიან, დავით მაკარაძე არის სამარცხვინო, აუცილებლად დაიშება ამ ყველაფრის გამო და წარმოდგენაც არ მინდა, რას იგრძნობს მისი მეგობარი პოლიტპატიმარი ლუკა ჯაბუა, როდესაც ტელევიზიით გაიგებს, რომ მისი ძვირფასი ადამიანი არაფრის გამო ორდღე პატიმრობაში გაუშვეს. კი არა, ავნებდებით. მე რომელსაც დღეს საერთოდ არ მაქვს არანაირი სასამართლო, მოვედი 4-ში დაკავებული ხალხის საგულშემატკივრად, ასევე ტროტუარის გამო გაჩერებული თუ დაკავებული, არ ვიცი რა ქვია მაკანონ საერთოდ ადამიანების საგულშემატკივრად და ქართული ოცნებამ ეხავე, რაც რომ მალე გაითვალისწინებს, რაც რომ მშვიდობიანად, წყნარად და მეგობრულად სწავლენ კარგ სიზამს. დღეისათვის უკვე მესამე დაკავება ეს სასამართლოს ბალანსზე და მოსამართლეების. მანამდე იყო ლევან ჟვანია, სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც მოსამართლე ნინო ენუქიძე 4 დღით გაუშვა ადმინისტრაციული წესით პატიმრობაში. ამ სამივე შემთხვევაში, როგორც აქტივისტები, ასევე მათი ადვოკატები ამბობენ, რომ არანაირი ხელშესახები, ფაქტი და არგუმენტი არ აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამიტომ მათი შეფასებით ქართული ოცნების მიერ მართული სასამართლო, როგორც თავად უწოდებენ, აგრძელებს უსამართლო გადაწყვეტილებების მიღებას და გამოცხადებას. დღესვე აქ გაიმართა ჟურნალისტების პროცესები, მაგალითად ერთ-ერთი ბოლო იყო ლილე შუკვანის, ის არის ინტერპრეს ნიუსის ჟურნალისტი, რეპორტიორი, რომელიც ასრულებდა საკუთარ პროფესიულ მოვალეობას დეკემბერში, სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩაუნიშნეს პროცესი, თუმცა ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ ეს პროცესი უვადოდ გადაიდო. გიორგი თარხნიშვილის შემთხვევაში კი მიიღეს შედარებით პოზიტიური გადაწყვეტილება, ისიც არის ასევე ფოტოგრაფი, რომელიც ყოველდღიურად დგას დედაქალაქის მთავარ გამზირზე და ასრულებს საკუთარ პროფესიულ მოვალეობას. მის შემთხვევაში საქმის წარმოება შეწყდა და ის სრულად გამართლდა. კიდევ რამდენიმე ადამიანის პროცესს ველოდებით, მათ შორის არის ნოდარ ჩაჩანიძე, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი წევრი, ისიც სხვა აქტივისტების მსგავსად პატიმრობას ელოდება.